იმის გაზიარებები, რომ ყველა კრიზისი ერთად თანმიმდევრობით დაგვეთქვა და ეხლაც გრძელდება, მაგრამ გონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოვნახოთ, რომ პოეზიისთვის, წარსულის გახსენებისთვის და ხიდის გაგვისთვისაც აწყოში და ამაზე უკვე დასრულებით ეს დაწოდა ისაუბრებდა. დიდი მადლობა. ხო მე იმპროვიზირებულად რომ მოვდიოდი აქ ფეხით მოვედი წერეთლის თითქმის ბოლოდან, იმიტომ რომ ფიქრობდი როგორ რა უნდა მეთქვა, როგორ მეთქვა ეს გზადაგზა დავალაგებ რა. მგონი შენ ეს არ გჭირდება. მე მიკროფონი. ეს იმისია, კამერის მიკროფონი. ხო, და ვერ მოვაბი ესე ჩამოყალიბებულად თავი, იმიტომ რომ ლიაზე ბევრი ამის თქმა შეიძლება, დარბაზში ბევრს ხედავთ, ვინც ჩემზე უკეთესად იცნობთ ლიას, მაგრამ ვიღაცებს ხედავთ, ვინც შეიძლება ესე პირადად არ იცნობს, სმენია, უნახავს მისი ფილმები, წაუკითხავს თარგმანები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ისევ როგორც ეკას თქმის არ იყოს, მეც არ მინდა რომ ძალიან ბევრი ვიტყვი კინო და ზედმეტად ესე მონოპოლიზება მოვახდინო დისკურსის, როგორც სიტყვია. ხო, მაგრამ ორი სიტყვით მაინც ვიტყვი რაღაცას თუ შეიძლება, შეგიძლია ყურებით ახუჭო. არის აი ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ყველანი ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, ანუ ამბობენ, რომ არიან აქტივისტები. ხო, თქვათ ადამიანთა უფლებების ზოგადად ფართო გაგებით დამცველები, ქალთა უფლებების, სექსუალური, რელიგიური უმცირესობების და ნუ მილიონი რაღაცის და ვიღაცის, ხო? და ხშირად თქვათ მათ რაღაცნაირად წამოსდებათ ხოლმე, რომ თითქოს რაღაცა დათმეს და გაწირეს ამის გამო და რომ ამ უფლებადამცველობა მთლიანად შეისრუტა ყველაფერი დანარჩენი, მთელი რესურსი, დრო, ნერვები, წრები და თითქოს თქვათ აღარ დარჩათ სივრცე მხატვრული რეალიზაციისთვის, რაღაც შემოქმედებითი რეალიზაციისთვის და ეს ორი რაღაცნაირად თითქოს ესე ერთმანეთისგან გამიჯნულია ხშირად. ასევე პირიქით არტისტულ წრეებში და თქვათ შემოქმედებით წრეებში პირიქით აქტივისტურს ხშირად იყენებენ როგორც დამაკნინებელ რაღაცა შეფასებას და ეპითეტს, რომ რაღაცა თქვათ ფილმზე თუ იტყვიან, ეს არის აქტივისტური, წიგნზე თუ იტყვიან, ეს არის აქტივისტური, ვაი დაიქცა ქვეყანა, ჩამოიქცა ცა და ეს უბედურებაა და ეს ნაკლია. ესე თითქოს აი ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ არ იქნება გასაკვირი ჩემი მაისურიდან გამომდინარე თუ დავაკონკრეტებთ, რომ ამას ძირითადად კაცი ხელოვანები ამბობენ ხოლმე, როგორც წესი იმ ბრაზის გასამართლებლად და დასასაბუთებლად თითქოს რომ ვთქვათ ქალმა ხელოვანებმა ნელ-ნელა შეავიწროეს ისინი. უბრალოდ კი არ შეავიწროეს, მათი კუთვნილი მინიმუმ ნახევარი მაინც ხო, სოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტი ქალია, როგორც ვიცით. თავისი კუთვნილი რაღაცა პროცენტის, რაც ეკუთვნოდა წესით და რიგით, იმის დაკავება დაიწყეს ქალებმა ნელ-ნელა და ხშირად თქვათ, როცა ქალ ხელოვანებზე ლაპარაკობენ, მისდამი თქვათ ეპითეტი ფემინისტური ან აქტივისტური არის როგორც რაღაცა წყევლა, კრულა, ან როგორც ერთმნიშვნელოვანი ნაკლი. არ ვიცი მე ვთქვათ, ადრეულ ახალგაზრდობაში როგორი აზრის ვიყავი ამ ყველაფერზე, სანამ რაღაცებში ნელ-ნელა და ესე ხელისცეცებით მათ გარკვევას დავიწყებდი, მაგრამ ლია ალბათ იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში პირადად, ვისთანაც ასე შეხება მქონდა პირადად, რომლის ვთქვათ შემოქმედებითი მხარე მისი მე ესე გავიცანი როგორც რეჟისორი, ნახე პირადად ვიდრე გავიცნობდი, ნახე მისი რამდენიმე ფილმი, დოკუმენტური ფილმი და საერთოდ არ გამჩენია, აზრად არ მომსვლია ასეთი როგორც თქვა, ასეთი გამიჯნა თუ რაზეც ახლა ვილაპარაკე, ასეთი შეფასება, რომ თქვა აი რა მოხდა, თუ თქვა ქალის მოტაცებაზეა დაუშვათ ფილმი, რომელიღაც თემში, რატომ არის ეს პრობლემა, თუ ფილმი არის აქტივისტური, დაუშვათ. ხო, ეს თავისთავად ვერანაირად ვერ იქნება პრობლემა და პირიქით ეს ღირსებაა მხოლოდ და დამსახურება თუ რაღაც ისეთზე ხდება ფილმის გადაღება თუ წიგნის დაწერა თუ რა ვიცი მე სიმღერის შექმნა გნებავთ ან ვიდეო კლიპის არ ვიცი ნებისმიერი სახელოვნებო დარგის ნამუშევრის რომელიც ეხმიანება რაღაც ისეთს რაც მართლა არსებითია და მართლა მნიშვნელოვანია მართლა მტკივნეულია ვიღაცისთვის ადამიანების დიდი ჯგუფისთვის და მართლა საჭიროებს რაღაცა ცვლილებას რაღაცას და მეორე მხრივ კიდე ასევე შემოქმედებით სფეროში არსებობს ესეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება რომ ჩვენი ხელოვნებით ვერაფერს ვერ შევცვლით მაინც
და ნუ ეხლა არ ღირს თავის მოკლა რაღაცის აი ახსე თუ ვიფიქრეთ ეხლა მაშინ რა ვიცი პირდაპირ შეგვიძლია ჩავწვეთ გავითხაროთ ჩავწვეთ ან რა ვიცი კრემატორიუმში ვის როგორ ურჩევნია იმის მიხედვით და ნუ გავაკეთებთ ნუ რაფერს ხო მაგრამ არის თქვათ ყველას გქონია ჩვენ ცხოვრებაში შეხება რაღაც ისეთ ტექსტებთან ტექსტ ფართო გაგებით ვამბობ ფილმი იქნება ეს თუ წიგნი იქნება თუ რა ნახატი თუ რაღაც ნამუშევარი რომელსაც თქვათ სულის სიღრმემდე შეუძრივართ და რომ არა ის კონკრეტული შეხვედრა იმ კონკრეტულ მომენტში ვინ იცის ჩვენ ასეთები ვიქნებოდით თუ არა ხო ასეთი მე ახლა არა იმიტომ რომ აქ მომიწვიეს ამის სათქმელად და გვერდით მისის ავტორი მე მგონია რომ თქვათ ლია ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა არის ქართულ კინოში რომელსაც ზუსტად ასეთი დამსახურება აქვს შეიძლება ითქვას თქვათ ეს სახალხოა ეს ყველაფერი ეს აი ეხლაც თქვათ თავისი ძველი ლეპტოპი მოიტანა და თქვა რასაც მე ამას დავათრობ ყველგან და ვაჩვენებ ამ ფილმებს ხო ეს ფილმები ესე უშუალოდ მიდის ადამიანებთან აუდიტორიასთან მაყურებელთან და მე დარწმუნებული ვარ რომ დარწმუნებული კი არა მინახავს ბევრი ასეთი ადამიანი ჩემი საკუთარი თავის ჩათვლით ამიტომ დავიწყამდე ინტრიგით კი ბევრს არ ვილაპარაკებ მეთქი აბა ხო აბა თუ გავჩერდე აბა თუ მიდი მე ცოტა დამჭერდა უდეთესი ხო აი ასეთი სულის შემძვრელი და ასეთი რაღაცნაირად ამაფორიაქებელი ფილმი მას არაერთი აქვს გადაღებული ჩვენ ერთ-ერთს ნახავთ რომელიც თითქოს არის სულიკოს ხო სადახარ ჩემო სულიკო ასე ქვია ამ ფილმს რომელიც თითქოს ძალიან ერთი შეხედვით ხა ისეთი მტკივნეული თემა არ არის ისეთი წარე ვთქვათ რა ვიცი არასრულწლოვანის გატაცებაზე ან მასზე სექსუალურ ძალადობაზე აი რაღაცა ესეთ ძალიან მძაფრ თემას არ ეხება ხო მაგრამ როდესაც ეს ფილმი გამოვიდა როდესაც ეს ფილმი გადაიღეს და უჩვენეს და როგორი რეზონანსიც მოყვა ამას ხო თავის დროზე 2004 თუ 5 წელს ზუსტად ვერ გავიხსენეთ მახსოვს მაშინდელი რეაქცია არ ვიცი აი ნახოთ ვისაც თქვათ თუ აი ეს ფილმი არ გაქვთ ნანახი ძალიან საინტერესო იქნება თქვენი რეაქცია დღეს როგორ წაიკითხება ეს ფილმი ამდენი ხნის შემდეგ გადაღებიდან და ნახოთ როგორ იქნება მე პირადად შეიძლება ითქვას აი გადაუჭარბებლად რომ გული მომეწონა და უცებ უყურებ რაღაცა ამბავს საყოველთაო ცნობილ სიმღერაზე რომელიც თურმე ერთხალს დაუწერია ეს მაშინ ახლა ვიცით შედარებით ყველამ რომ ვარინკა წერეთელი ვინ არის მაშინ არ ვიცით მაგრამ ვარინკა წერეთლამდე ჩვენ ახლა ჯერ წიგნით უნდა დავიწყოთ და მე ნელ-ნელა მივიდეთ მე აქ ამ ხელა შესავალი მისთვის გავაკეთე რომ ჩემთან პირადად როგორც ერთ-ერთ მაყურებელთან როგორ მოვიდა ლია როგორც ფიგურა და ამიერიდან მოკლედ იმედია თქვენს მომეხმარებით იმაში რომ თუ ვინმე იტყვის რაღაცა ფილმზე, წიგნზე თუ ნებისმიერ სახელოვნებო ნაწარმოებზე რომ აქტივისტურია და ამიტომ ცუდიაო, ერთად დავცხოთ რა, რაც ხელში მოხდება, ჩავცხოთ და უთხრათ რომ ეს უბრალოდ მავნე ნათქვამია. არასწორი კი არა, სწორი და არასწორი რა არის ხელოვნების შეფასებაში კაცმა არ იცის, ქალმაც არ იცის. კაცმა არ იცის. ამ შემთხვევაში გვაწყობს ეს კაცმა არ იცის, ქალმა იცის ეგრე გამოვა დაახლოებით. ხო, მაგრამ ერთნიშნულოვნად თქვათ ასეთი რაღაცა ჩრდილის მიყენება, ასეთი ზემოდან დახედვა აქტივიზმისთვის თითქოს ეს უმნიშვნელო იყოს, ძალიან არასწორი იქნება. და რახან აქტივიზმზე ვილაპარაკეთ, ეხლა ჩვენ გადავალთ სამყაროში, რომელიც აქტივიზმამდე იყო, ხო? მე მინდა გთხოვო დავიწყოთ ეს შეხვედრა იმით, საიდან გააჩნდა ჩეხური ენა შესწორებაში. და ლიტერატურული თარგმანი და მე უკვე წიგნამდეც მივალთ. აი როგორ დაიწყე რა? პატარა ისეთ შედარებით იშვიათ ენებს რო სწავლობენ ადამიანები, ყველას უკვირს. აი ჩეხური ამას სწავლა რა თუნდოდა ეს? რატო ისწავლე შვედური, ჩეხური, პოლონური რაღაც აი თითქოს ისეთია ეგზოტიკური ხილია, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური ბლოკის ქვეყანა იყო, მაინც ეხა რაღაც ჩეხური. არაპრაქტიკულია, ხო. ხო და აი რატო გაგიჩნდა ეს აზრი, თუ დაგეწყო ჩეხური ენის სწავლა და როგორ იყო მოკლედ რომ მოგვიყვარო თუ შეიძლება. მოკლედ არ აქვს ცლად. კეთილი, ჯერეთი ყველაზე დიდი მადლობა ასეთ კონტექსტში რომ მოიცალეთ და აქ მოხვედით. რა ვიცი, ახლა უნდა ვილაპარაკოთ წინა ცხოვრების ამბები. წინა 1000 წლეულის ამბები შეიძლება ითქვას, ახლა სხვა 1000 წლეულს უკვე. ჩეხური როგორ გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში? მე მუშაობდი მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სარედაქციო კოლეგიაში. ასეთი გრძელი სახელი აქვს. ხო, ეს იყო ძალიან უნიკალური ორგანიზაცია საბჭოთა სინამდვილეში,
სადაც ხდებოდა უცხოური ლიტერატურის თარგმნა და ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე თარგმნა. ამავე დროს იყო ურთიერთობებიც უცხოელ ავტორებთან, თარგმნელებთან. და აქ გავიცანი ვაცლავ ჩერნი, ცნობილი კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, ქართულის და საქართველოს საერთოდ დიდი მოტრფიალი ადამიანი და რაღაცაირად მოხდა ისე, რომ მე მომიწია მასპინძლობა მისი. მასპინძლობა იმ გაგებით, რომ სადღაც მივხვდებოდი ხოლმე რაღაცა საქართველოს რეგიონებში და ბუნებრივია საუბრობდით. ერთ-ერთი საუბრის დროს როცა მეუბნებოდა, რომ საქართველოდან გამოწერილი ქონდა ჟურნალ-გაზეთები ქართული, მითხრა, რომ არ ახსოვდა ავტორი, მაგრამ ახსოვდა რაღაცა ლექსი, რომელიც ჩემი აღმოჩნდა. ამან ძალიან რასაკვირველია, ჯერ ერთი ამაღელვა რაღაცაირად და ეს ძალიან აეწყო მაშინ ვაცლავ ჩერნი იმაზე, რომ ელაპარაკა ჩეხურ პოეზიაზე, ჩეხურ ლიტერატურაზე და ცდილობდა, რომ შემოეპარებინა ჩემთვის ჩეხი ავტორები, პოეტები ძირითადად, რომ ეგება ჩეხური ენაც მესწავლა და მეთარგმნა. მე რაღაცაირად არასოდეს არ მიმიწევდა ჩეხურისკენ გული მართალი რომ გითხრათ და ერთხელაც კახეთში მოგზაურობდით და მითხრა, რომ იცოდეთ მე ქართულ ლიტერატურას რო თარგმნი პირველ რიგში ჩეხურ ლიტერატურას ვამდიდრებ ამითო. რასაკვირველია, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასაც ვახდენოდა. ჩვენ თუ ერთმანეთის ნაშრომები არ ვთარგმნეთ და არ გავაცანით ჩვენს ხალხებს, ისე ვერავინ ვერ გაიგებს, როგორი საგანძური გვაქვსო და დიდ ერებს მრავალი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მთარგმნელი ყავთო. ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, ესპანურად ბევრი რამე თარგმნებაო, მაგრამ მე მიმაჩნია ჩემოვალეობათ, რომ ესეთი მცირე ერების ლიტერატურა ვთარგმნობდა. სხვათა შორის 30-ზე მეტი მარტო რომანი აქვს თარგმნილი ქართულიდან. ეხლა ვაცლავ ჩერნიზე იმიტომ ვილაპარაკე ამდენი, რომ მისი დამსახურებაა სწორედ, რომ არა მარტო მე მთელმა ჩემმა ოჯახმა შეისწავლა ჩეხური. თავი გაიგიჟა იმ ოჯახმა, დავხატიჟა პირველად თავისთან პრაღაში. არ ვიცოდი ისე დაგეგმილი ქონიათ უკვე ჩემი შვილი წაიყვანეს ბავშვებთან ერთად, მათ ბავშვებთან ერთად ბანაკში, სადაც ქართული არავინ არ იცოდა და ჩემზე, იმუშავეს ძალიან რა, რომ იმდენ ხანს მატარეს ყველგან, რასაკვირველია, ლიტერატურულ კაფეებში და ყველგან დავდივდით, მაგრამ სანამ ჩეხური იუმორი არ გავიგე, ვერ მივხვდი, რომ ჩეხური ვიცოდი, იმიტომ რომ თავიდან არ მეცინებოდა ბევრ რამეზე. ხო და თარგმნას მაინც არ ვიწყებდი, იცი რაღაცა არ მინდებოდა, იყო ძალიან ცნობილი ავტორები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი, ვთქვათ, საიფერტი და ასე შემდეგ. და ერთხელაც რომ ჩეხური შემომესწავლა ნელ-ნელა ამასობაში, იმიტომ რომ ზოგჯერ წელიწადში ორჯერ ჩავდივდი. და ერთხელაც წავიკითხე ვლადიმერ ხოლანის ღამე ჰამლეტთან. და მან გადავდექი ჭკუიდან. რამაც salge ჭკუიდან გადაიყვანა ვაცლავის სიხარული და მე მართლა შენი თქმის არ იყოს გაბუსტული დადიოდა ისე ინდაურით იფხორებოდა ხოლმე რომ აი ლია თარგმნის იმასო ვლადიმერ ხოლანსო და ეს ვლადიმერ ხოლანი უნდა ვიცოდეთ რომ არის ყველაზე რთულ პოეტად ითვლება რა ჩეხეთში და რაღაცაირად ინდიკატორია იმის რამდენად ღრმად შეგიძლია გაიგოს საერთოდ არა მხოლოდ ლიტერატურა და მთელი მეცნიერებები არსებობს ხოლანოლოგიის და ასე შემდეგ. და პირველად რომ თარგმნეს სხვათა შორის ერთი მსახიობი იყო ძალიან ცნობილი რადოვან ლუკავსკი, რომელიც კითხულობდა ღამე ჰამლეტთან ამ პოემას მთლიანად. და მან მოინდომა ჩემთან შეხვედრა და აინტერესებდა ყველაზე მეტად და ყველა იმას მეკითხებოდა ერთი ადგილია ამ პოემაში, სადაც ხოლანი ლაპარაკობს ბავშვებზე, საერთოდ ძალიან გრძნობიარე ბავშვების, ქალების დედის მიმართ, როდესაც წერს და თან რაღაცაირად უცნაურად სულ ერთია ხოლმე, რომელი ქალია, ვთქვათ, წინა სიტყვაობაშიც წერს, რომ დესდემონა, ჯულიეტა, ოფელია, ყველა ერთი ქალია სულ.
და ბავშვებზე როცა წერს ძალიან კონკრეტულ რაღაცებს წერს. აი მაგალითად ბავშვის არც ერთი ნაბიჯი თქვა და ჭინჭარში წაქცევა ჩემთვის სულ ერთი არ არისო. და ამას მოაყოლებს რას? რომ აი როდესაც დედა ეუბნება რომ წადი ჩაისთვის რომი მომიტანე, ის მიდის და სულ იმეორებს. და ეხლა ჩაისთვის რომი ჩეხურად არის რუმ დო ჩაი. და ეს ჩაი რომისთვის ძალიან ნორმალური და ბუნებრივია ჩეხებისთვის. მაგრამ ეხლა ქართულს რას ეთქოდა ეს არ ვიცოდი არა და აქ სიტყვების თამაშია რომ დო ჩაი სანამ ჩურჩულით არ წამოსდება ამბავს ჩუმდო რაი ანუ იყურე 60-ში ანუ აი რომ თამაშობს თითქოს უზრუნველია ხო აი რაღაცა ჭინჭარში წაიქცა რა მოხდა წამოდგება და აი იქაც კი არ იცის რომ ჩასაფრებულია ყველგან სადღაც სიკვდილი 60 ანუ 60-ს ამბობს ხოლანი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ბავშვებთან დამოკიდებულებაში ძალიან სათუთია. და ყველა მეკითხებოდა იმას, როგორ თარგმნი ჩუმდო რაიო. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ენაზე არის თარგმნილი, რასაკვირველია სამშობლო კავშირში ეს არც იცოდნენ, ესეთი რამე თუ არსებობდა. და ინგლისურ ენაზე არის რამდენიმე თარგმანი სხვათა შორის. ავსტრალიაში თარგმნეს, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც და ყველგან სიტყვით წერია და მე არის ესეთი ვარსკვლავი აქვს გაკეთებული სკოლიოშია ჩატანილი და განმარტება, ანუ ვერ თარგმნეს. ისე რომ ორგანულად ყოფილიყო ნაწარმოებში. მე ძალიან გავწვალდი ამაზე და ანუ პრინციპულად მინდოდა რომ ეს სიტყვების თამაში ყოფილიყო და ერთხელ სრულიად არასათანადო ადგილას გამახსენდა რა უნდა ყოფილიყო და მივხვდი კაცო ბავშვებს რა უხარიათ ბებიასთან რომ იყავთ ხოლმე ხო რაღაცა და აი როცა დედა ეუბნება ბავშვს რომ აი ბებიასთან წავალთ 60 დღეში ბიჭი მიდის და სულ იმეორებს წავალ 60 დღეში სანამ ჩურჩულით არ წამოსდება წავალ 60 დღეში ხო და ნუ ესე იგი ძალიან თამდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ ძალიან დიდი აღიარება იყო ჩემი ჩეხი ლიტერატურებისგან ამის გამო და ძალიან ბევრი მოკლედ კარგი რამ მომისმენია და უთქვამთ და გაუკეთებიათ კიდეც. მოკლედ აი ამ ჰოლანის შემდეგ დავიწყე და ძირითადად მხოლოდ ჰოლანს თარგმნიდი და მერე კუნდერას სხვათა შორის ბოლო რომანი რომელიც ჩეხურად დაწერა თარგმნილი მაქვს მაგრამ ნუ მე ის ჟურნალიც სადღაც დამეკარგა გამომცემლობები მაშინ არ დაინტერესდნენ და უკითხავდი ჩემ მეგობრებს თარგმნიდი მეგობრებისთვის მართალი რომ გითხრათ პოეზიიდან მხოლოდ ჰოლანი მაქვს თარგმნილი ჩეხურიდან და ნუ რამდენი თარგმნე მოცარტიანა რომელიც დაკარგული მაქვს რაღაცა საკანცელერიო ჟურნალები იყო ხოლმე ადრე და იმაში წერდი და თარგმანებსაც იმაში ვწერდი და ეს ჟურნალები საერთოდ დამკარგე ერთი 5 ბინა გამოვიცვალე მგონი იმის შემდეგ და ეს ჰოლანი დამრჩა და ლექსები ძალიან ცოტა დამრჩა დამეკარგა მთელი ციკლი იყო მოცარტიანა რომელიც ძალიან დამენანა რომელიც დაიკარგა ეს არ არის შესული ამ კრებულში შესულია ძალიან ცოტა ლექსი და ღამე ჰამლეტთან ეს პოემა რამაც გადამაწყვეტინა თარგმნა ჩეხურიდან და ღამე ოფელიასთან რომელიც ორიგინალშივე ფრაგმენტია ფრაგმენტი ქვია ესე და ნუ რა ვიცი აქ არის ეს ნუ თუ გენდობათ რაღაცა წაიგითხავთ ლექსები მაგრამ პრინციპში წინა თქმაში წერია ისიც თქმაც მინდოდა თუ შეკითხვები გეკნებათ რამე მითხარი და სანამ წიგნს არ გაეცნობით მე მგონი მე მინდა რომ კარგი თუ სურვილი გვექნება კი არა წაგვიკითხე აბა მოდი ერთი წავიკითხოთ და მე სათვალეს ავიღე აბა მოტანილი მაგალითიდანაც გასაგებია რომ არ უნდა იყოს ურიგო თარგმნა იცი რა უფრო ლექსებს წავიკითხავ იმიტომ ეს კი ბატონო მაინც სხვა რაღაცა არის რა აი ვთქვათ ხილვა ამ კუთხეს რომლის უდაბურებაც რახანია უდაბნომ გათქვა 2-4 შემორჩენია ხოლო ხეებზე 2-ოდე წივწივა წივის ყითაში ხვიწვი დასწივწივებენ წიგნით ხელში იქ მოსეირნე დაღბილსა თუ ყველაფრისადმი განურჩეულ ეულ არსებას რომელიც ფიქრობს
ვახშმად ნეტავ რამ ექნებაო და თან ბუტბუტებს. მე ასე არ მეფიქრია, მე ასე არ მიგრძნია. ასეთი რამ არასდროს მithქვამს. პლატონის მკითხველი სოკრატე. ეს ალიტერაციები, ესეც ცდელობა არის იმათი ჟღერადობის, ხო? ხო, რასაც პირველი ახლა. ამას ყველა თავმომწონებ თარგმნელი. ხო, რა თქმა უნდა. გააკეთოს. ადამიანის ხმა, სათაურში გამოტანა. ხო, მაგრამ სხვაგანაც არ აქვს ხმებზე ძალიან. დამიჭირეთ თუ შეიძლება რაღაც ყველას ხომ არ წავიკითხავ და რაღაცა ისეთი მინდა. აი ბავშვებთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი აბზინდაში. დღეს რომ კედელი გადადგი, ტოტები, ღრუბლები და ერთდღიანი პეპლები გადაწიე, მკვდარი ბავშვების სათამაშო მოედანი დაინახე. უდაბური იყო, ბალახმორეული და ამის გამო თითქოს მცირე და ჩიხში მოქცეული. მაგრამ აბზინდაში და ყრუჭინჭარში ჯერაც ციდო გაგორებული ბურთი. იქვე სადაფის ღილიც ეგდო და მის გაბწყინება სავსე მთვარეს სჭირდებოდა. ნუ სტილი. ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს ლექსი. ღმერთო ჩემო, როდის იყო ეს, სიშავე. სისავსის გემოს გასინჯვით ვართ ნაკლულოვნები. მხიარულების შუაგულში შავი ფერი კიდევ უფრო შავდება, მაგრამ ტრაგედიის ხელზე შექსპირის მაქმანივით ქათქათებს მუდამ. პატარა ლექსებს არჩევს, ეზარება წაკეთს. ხო. პატარა გადაშალა დიდები გამოტოვა, მე ხო უყურებ აქიდან. პატარას არჩევს, ვითომ კარგის შეჩევს. კარგი, ეცი რა, კიდევ ბიჭზე არის და სულ სევდიანი ლექსებია თქვენთან წაიგითხეთ. წაგიკითხავთ, რომელსაც ქვია სიხარული. ჩვენ მარტონი ვართ, საკუთარი თავის ამარა. არსებანი საგანთა და სულიერ შორის. ვინ გამოიდებს თავს, ვინ შეძლებს შუამავლობას, მაშინ როცა არ სჭირდება იგი არავის. ალბათ სიხარული, როგორც მარადი თანაგრძნობა, მაგრამ ეს ხომ სწორედ ისაა, რაც არსებითი დროშია მხოლოდ, უაზმყოესი, უმოკვდავესი. ძალიან მხიარული არც ეს არ იყო. დამიგავერტი პატარა ლექსი მოვძებნო. ერთი პატარაც. ანუ ორი. ივაჭროთ. ვაიმე, ეხლა აქტუალური აღარ არის ეს მეგაზეთები, რომ ყიდნან ხოლმე გაზეთებს, იმიტომ რომ ციფრულ ეპოქაში ვართ, მაგრამ მაშინ როცა ვთარგმნები, კიდევ აქტუალური იყო კიოსკები და სადაც იყიდებოდა გაზეთები, მათ შორის გაზეთებს რომ ქუჩაში ყიდნან ხოლმე. ტროტუარზე. ეს მოხუცი ქალი გაზეთების გამყიდველია, ის ყოველდღე ფეხათრევით მიდის აქამდე. როცა დაღლილი და დამძიმებული სპეციალური გამოშვების შეკვრებს დააწყობს, ზედ ჩამოჯდება და ჩაეძინება. ხო, ჩაეძინება. გამვლელები ისე შეეჩვენენ, რომ ვეღარ ხედავენ. ის კი მუნჯი და ჯადოქარივით იდუმალი, უხილავად იქმს იმას, რაც უნდა შეეთავაზებინა. წვიმას იწყებს. ამაზე მახსენდება შუქრუთელების ამბავი რა. რა ვიცი. შეყვარებულებზე ხომ არ გინდათ? კი ბატონო, სიამოვნებით. ცოტა გავიხაროთ. ეხლა რა იქნება უბრალოდ. არ მაქვს მიგზნობის კარტი. სკოლანი ცნობილია როგორც ძალიან ჰერმეტული და ბნელი პოეტი. სინამდვილეში ასეთი არ არის ჩემი აზრით რა. უბრალოდ ისა, აი, ყველა თავის გამოცდილებიდან კითხულობს და სიშავე და სიმრუდე ცხოვრებაშიცაა და ამის ფონზე მე მგონი ძალიან ბევრ სიკეთე სამოკითხვა შეიძლება რა. შეყვარებულები. სიარულზევე შეატყობ რომ გაბუტულან. ერთმანეს თუმცა არ შორდებიან,
უცხო ადგილად ქცეულან, სადაც სიყვარული ისე მარტოა, ვერ გადარჩება. დიახ, რადგანაც სიკვდილზე ადრე მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოფნის მოსპობა. აჰა. შეუძლია უკაცო მე სხვა არ ამბობს. ხო. კარგი, მე მგონი მე დავიჭირე. კაი, ერთი. კაი, ერთად. კიდე შეყვარებულება, აბა ნახოთ. მეორე შეყვარებული. იქნებ მაგათ მაინც გავუმართოთ. არა, მოდი დედაზე წაგიკითხავთ. კი ბატონო. დედა, გინახავს როდისმე შენი მოხუცი დედა, იმ დროს, როცა ლოგინს გიშლის, აფარებს, ჭიმავს, ასწორებს და ხელს უსვამს ზეწარს. ზედ ერთი შემაწუხებელი ნაოჭიც რომ არ დარჩეს. მისი სუნთქვა, ხელისა და ხელის გულების მოძრაობა, სიყვარულით ისეა სავსე, თითქოს წარსული დღემდე აქრობდეს ხანძარს პერსეპოლისში და თითქოს აწმყოს უკვე დაეცხროს რომელიღაც მომავალი ქარიშხალი ჩინეთისა თუ სხვა აქამდე უცნობ ზღვაზე. ხო და ეხლა მე მაქვს ლოგიკური კითხვა. მე თავიდან დამავიწყდა ამდენი რომ ვილაპარაკე, მაინც ამდენია რომ და მე ვლოფეხით. ეს რომ მოვყევი ხო მე ის ამბავი რომ თურმე ქალბატონი ლია ჯაყელი არის თარგმნელი პოეტი, რაღაც მე გავიგე ძალიან გვიან. ისევე როგორც ბევრმა გაიგო გვიან, ანუ დიდხანს ვიცნობდი როგორც კინო რეჟისორს და ეს მიჩქმალული ამბავი იყო და დავიწყებული იყო და მე ხო რაღაცნაირად გვიან მოხდა ამის გაცნობიერება, რომ უი თურმე აქ მთელი კარიერა ყოფილა წინ და ხო და აი ახლა თუ არ იქნება ესეთ ვთქვათ უხერხული ეს კითხვა, რატო შეწყდა ეს ამბავი? რამ შეწყვიტა? რატო გადაჩოჩდა ლიტერატურა, თარგმნა და ლიტერატურა ზოგადად უკან? და საიდან დაიწყო კინო? იცი რა, ზოგს გონია და ზოგჯერ ასეც არის მართლა, რომ თქვათ ლექსების წერას დიდი დრო არ უნდა. ხო? ну შეიძლება რაღაც მუზა მოგივა და დაწერო. ასეც ხდება ხანდახან, მაგრამ სისტემურად ასე არ ხდება. ანუ სულ ასე არ არის. ყველაფერს სჭირდება დრო. წერლობასაც, თარგმნელობასაც, ფილმის გადაღებასაც, სემინარების ჩატარებასაც, ყველაფერს დრო სჭირდება. ყველაფერს აქვს მოსამზადებელი პერიოდი და ყველაფერს აქვს მერე ამის ნაყოფის მიღების დრო, ხო? და უბრალოდ დრო აღარ მქონდა მერე. ჩემთვის ერთადერთი ის იყო შეღავათი, რომ თლაც შორს არ ვიყავი დაუშვათ. ხო, უბრალოდ ცუდად არ მინდა რომ თქვა, უბრალოდ აქტივისტობა კი არ არის დამაგნინებელი. მე მქონდა მეტის მოთხოვნილება, რომ მხოლოდ აქტივისტი არ ყოფილიყავი და ამიტომ ხო, რაღაც შემოქმედებითი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება შემოქმედებითაც და აი შემოქმედებითაც და მე მარტო არ ვიყავი ამაში, რაც პირველია აქ არიან ჩემი თანამებრძოლები და თანამშრომლები, მიშა შესტოვსკი, ხო, რომელიც იღებს თაკოლეჟავა, თანადამფუძნებელი ჩვენი ორგანიზაციის და სხვათა შორის სულიკოს ფილმზე მუშაობდა ლელა გაფრინდაშვილი, როგორც მკვლევარი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ დღემდე. ხო და იცი რა, აი შევიკრიბეთ ჩვენ ორგანიზაცია შევქმნით სტუდიო მობილი აქცენტი მოძრაობაზე. საგანგებოდ იმისთვის, რომ რაიმე დაპირისპირებოდა სტერეოტიპულ მედიას იმავე ფორმით, რა ფორმითაც ამცელებდნენ ამ სტერეოტიპებს და ასეთი ფორმა იქნებოდა აუდიოვიზუალური პროდუქტი, ხო? მართალია ჩვენ არ მეგვიწვდებოდა ხელი ტელევიზიებზე, მოგვიანებით კი ზოგი იყენებდა ჩვენს ხო, მასალებს, მაგრამ ჩვენ ვიცოდით ამას რომ ვაკეთებდით, ერთადერთი გზა მქონდა გვეულო სოფელ და გვეჩვენებინა ის, რასაც ვიღებდით. ანუ ახლოს იყო მაინც ეს შემოქმედებასთან, თუ ხმამაღლა არ ჟღერს რომ შემოქმედებითობა ესაც. ხო? და როგორც შენ ამბობდი, ეს შერწყმული იყო ჩვენთვის სოციალურ საკითხებზე ფილმების გადაღება, გინდა აქტივიზმი უწოდე და გინდა რეჟისურა და რაც გინდა უწოდე, ისეთი რაღაც იყო, რომ ამან არ დამანანა ის, რომ ლიტერატურაში აღარ ვიყავ, იმიტომ რომ მე არ შემეძლო იმ დროს, როცა გაჩნდა შესაძლებლობა რაღაცა ცვლილებების, არ შემეძლო რაღაც ჩემი მონაწილეობა გამომერიცხა ამ ცვლილებებში და აი რაღაცნაირად ამიტომაც
ამ ცვლილებებისთვის რაც უფრო ეფექტური იქნებოდა ის გავაკეთეთ, თორემ დილით 4 საათზე ვდგებოდი ხოლმე, რომ სამსახურში წასვლამდე მე თარ უნდა მეწერა და რაღაც, მაგრამ ეს უკვე ესე კაბინეტში ჯდომა და ეს აღარ შემეძლო უბრალოდ ესე იყო რა, ეს არ ყოფილა ეს რომ რაღაცა მსხვერპლ შეწირვა იყო ჩემგან. კი ხანდახან გამკეთვალს ხოლმე და რაღაცა მინდა ხოლმე რა იმაში გადაშვება იმ 1000 წრეულში რომ ვიყავი, მაგრამ მე ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ არა ჩვენ ასე ამდენი რამე არ შეიცვლებოდა. მართალია ეხლა ძალიან უკუღმა გვიტრიალებენ ყველაფერს საშინელ დროს მოგვიწია ეხლა ცხოვრება, მაგრამ ის რომ ადამიანები რომლებიც საერთოდ არ ჩანდნენ თვითონ არიან უკვე აქტივისტები, ძალიან მნიშვნელოვანია და მიმაჩნია რომ არა მარტო მე, მაგრამ მეც მიმიწვის ამაში წვლილი. ეხლა მე პროვოკაციული კითხვა მაქვს ფილმებთან დაკავშირებით. აბა მიდი. სულიკოს რო თავი დავანებოთ, ერთი წამით გადავდოთ გვერდით. აი იმ ყველა ფილმიდან, რომელიც გაგიკეთებია, აი ერთი რო ამოგვირჩიო. რომელი იქნებოდა, აი თქვათ ასეთი, სავიზიტო ბარათი რომელი ფილმი. შენი აზრი, აი რომელი გეძვირფასება ყველაზე მეტად და რატომ და რაზე ეს ფილმი რო გითხრა და მე ჩვენ მოვძებნით და ვნახავთ. თუ არ გვინახავს. ეხლა იცით რა, უცებ გამახსენდა ფილმი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არ არის და თითქმის არ არის ცნობილი. ამას ქვია რა ვიცი. ხო, ნუ ეს არის გადაღებული კახეთის ერთ სოფელში. იქ არ არის ძალადობა პირდაპირ გაგებით, რაღაც ძალიან კბილი ოჯახია და მთელი ამბავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია სწორედ საიდან იწყება ძალადობა. ძალადობა იწყება იგნორირებიდან, რომელსაც დღეს ვნახავთ. გრძელდება იმით, რაც იმ ფილმშია, რა ვიცი, და დანარჩენი რა ძალიან თვალშისაცემი და ხელშესახებია, ესეთი ფილმებიც გვაქვს, რა საკვირველია. ისე როგორ გითხრათ, ძვირფასი, რა გითხრათ, ეს ყველა ფილმი ჩვენთვის საშუალებაა საიმისოთ, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს სასიკეთოდ. არა მხოლოდ იმათი, ვიზეც ვიღებთ ფილმებს, არამედ საზოგადოების და საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, იცოდეს, რომ ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა, რაც შეიძლება ერთ ჯგუფს ჰქონდეს, ერთი ჯგუფის პრობლემად ეჩვენებოდეთ. და ეს ნელ-ნელა მე მგონი აქამდე მივედით მეტნაკლებად მაინც და ეს თავისთავად არ მოხდებოდა ეს, ამიტომ მე მგონი მეც ვთვალით ვლაპარაკობ. არა. ხო და სულიკოზე რო ვთქვათ, ახლა სულიკო როგორ გაჩნდა, როგორ დაიდო, დავიწყეთ ლელას გაფრინდაშვილით, ვინც არიცით, რომელიც პიონერია, ასე ვთქვათ, ამ საქმეში, ამ მივიწყებული ქალების აღმოჩენაში და ამოქექვაში და საჯარო განხილვებში, ასე ვთქვათ, საჯარო დისკურსში, ისე გამოვიყენოთ ეს ჩვენური სიტყვა, დაბრუნებაში ამ ქალების და უკვე ისე ვთქვათ, თავის დროზე როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, იმიტომ რომ მომეწონა. ეს დიდი ამბავი იყო თავის დროზე, ეს შოკი იყო, როცა ამ ფილმს უყურებდნენ და შოკში ცვიდნენ, როგორ კაცო, ვინ ვარინგა წერეთ, ეს საერთოდ არავინ არ იცოდა, ხო? დღეს მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფათასი არ არის, თუმცა ახლა YouTube-ზე რო სერჩავდით, სანამ თქვენ მოხვიდოდით, ვამოწმებდით რაღაცას და იქ ნახეთ ვიღაცა კაცის ვიდეო იყო 2 წლის წინ და უცხოელის იყო Georgian folk song ეწერა იმასაც. ხო, ნუ ესე ძნელი ამისი ამოძირკვა ძნელია, მაგრამ დღეს უკვე ამ ზუსტად ამ ფილმის წყალობით, ზუსტად სხვა შეიძლება კარგია რომ ეს ახსენეს პოპულარული მედიუმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, მასალა უნდა ქონდეს, რაღაცა ხელმოსაჭიდი, რომელსაც თქვა ფილმის იქნება, ეს თუ სპექტაკლი იქნება, თუ რაღაც ესეთი იოლად ხელმისაწვდომი accessible, რასაც ვეძახით, ფორმით გაკეთებული, ძალიან ხელზე დაიხობს ბევრი მერე წლების მერე ამას და გადაიჟონება ნელ-ნელა ეს ცოდნა გავრცელდება. ხშირად პირველ წყაროს დავიწყებითაც, მაგრამ გავრცელდება თვითონ, ვრცელდება ეს ცოდნა და ეს ფილმი ზუსტად ესეთი ტალღის გამომწვევად მეჩვენება მე. მოგვიყევი ამ ფილმის შესახებ თუ შეიძლება რა, სანამ ვიდრე ვნახავთ. დავიწყებ იმით, რომ მე და ლელა გაფრინდაშვილი ძალიან დიდი ხანია მეგობრობთ და თანამშრომლობთ და ლელა იყენებდა ჩვენ ფილმებს თავის სალექციო კურსშიც და მისი შრომებიც კარგად ვიცოდი და ვიცოდი, რომ მუშაობდა იგნორირებულ ქალებზე
და ამაზე ხშირად ვლაპარაკობდით, რა საკვირველია და ლელას ჰქონდა იდეა, რომ რაღაცა გადაგვეღო ფილმი ამაზე და მე მინდოდა, რომ ისეთ ქალზე გადაგვეღო, შეიძლება ეს არ იყო კატო მიქელაძე, მაგრამ რაღაცა, ესე იგი, როგორ გითხრა, დამთრევიც ქონოდა რა. ხო, ზუსტად. ამიტომ შევჯერდით იმაზე, რომ გადაგვეღო ვარინკა წერეთელზე. აქ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რამოდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ვარინკას ნამოწაფარი. და ესაც ძალიან დაგვეხმარა. ეხლა ყველაფერს არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ფილმს ნახავთ და იქ გაიგებთ და ფილმის შემდგომ გეტყვით რა მოხდა. ფილმის გადაღების პროცესშივე ზესტაფონში, ბიბლიოთეკაში, პირველ სამკითხველოში, რომელსაც ვარინკამ ჩაუყარა საფუძველი და ბიბლიოთეკაში მას წიგნსაცავი ერქვა. პირველი წიგნსაცავი, ხო? არ იცოდნენ ამ ბიბლიოთეკაში, რომ ეს ვარინკასთან იყო დაკავშირებული საერთოდ და მათ არქივში აღმოვაჩინეთ ეს დოკუმენტი. ამის საფუძველზე წავიდნენ კულტურის სამინისტროში და მოკლედ მიანიჭეს ამ ბიბლიოთეკას ვარინკას სახელი ზესტაფონში, ეს ერთი. მერე გახსნეს ვარინკას სახელობის სკვერი ზესტაფონში და ასე შემდეგ. შეიფერეს მოკლედ. კი, ვარინკობას რაც შეეხება, ამას სულ ატარებდნენ დიდი ხნის მანძილზე სიმღერის ფესტივალს, მაგრამ ვარინკა რომ მარტო არ მღეროდა და სიმღერას არ ქმნიდა, ამის გარდა იყო ქველმოქმედი და პედაგოგი განმანათლებელი იყო, ეს არ ახსოვდა, თუ კი ვინმე მიცოდა, ისინი აღარ იყვნენ, ერთი-ორი ადამიანი იყო დარჩენილი და ეს ერთი ისე იყო ჩალოგინებული, რომ ვეღარ ჩავწერეთ კი მოვინახული, მაგრამ ვიღაცებს მიუსწარით. მე მგონი ფილმის ნახვის დროს დადგა რა. კი, აგერ ლია და აგერ ხველი. სულ გაქვს. შემოგვიერთეთ დისკუსიაში თუ რაც ხეა. მე მაინტერესებს მაშინ როდესაც გამოვიდა ფილმი, დაკლასიფიცირდა თუ არა როგორც აქტივისტურ ფილმად და თუ არა როდის შემოვიდა ეს დისკუსია დაახლოებით. იცი რა, ამ ფილმზე ვერ გეტყვით, რომ დიდად იყო დისკუსიები, იმიტომ რომ ფილმი ტელევიზიით გავიდა პირველმა ახმაჩვენა, ხო? პირველმა ახმაჩვენა, მანამდე ეჩვენა გოგი გვახარიამ თავის გადაცემაში, მაშინ იყო არა, თავისუფლების თეორემა იყო, ხო. მანამდე პირველი ფილმები გოგი მანჩენა ჩვენი რუსთავიორი რო იყო ძველი რუსთავიორი მაშინ. ხო და გოგის გადაცემებში ისე იყო რომ მხოლოდ ფილმის ჩვენება არ იყო ხოლმე და რაღაცა თვითონაც ბევრს ლაპარაკობდა მოწვეული სტუმრების და რაღაცა ესეთი სახალხო და საჯარო დისკუსია ამაზე არ ყოფილა. შესაძლებელია ეს ის ფილმი არ იყო რომელიც გამოიწვევდა ამ დისკუსიას აქტივისტური იყო თუ არა. სხვა ფილმები უფრო არის ესეთი, რომელზეც შეიძლება ეს ითქვას. ეს ჩვენ როგორც ვთქვით, ამ ფილმს ჰქონდა ისეთი რა, განთრევი ელემენტი, მაგრამ ძალიან ადვილად ავაგდებდით მაყურებელს ამ ფილმს. ძალიან თანაგრძნობის გამოწვევი. ხო, იმიტომ ავირჩიეთ ორი ვარინკა წერეთელი ამ ინსტიტუტური ქალებიდან. შეიძლება იყოს ფილმში გაჟღერებული, მაგრამ საბოლოოდ ვის ეძღვნებოდა ეს სიმღერა და მელოდია. ეს მაინტერესებს ერთი და მეორე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის კამერის მოძრაობა ამ ფილმში. ძალიან დასამახსოვრებელი იყო ქვემოდან ძირითადად ოპერატორი ამ ექსპონატებს რაღაც ამ ქვემოდან და ან რაღაც ცოტა არა კლასიკური ეს ქონდა მიმართულება კამერას და რაღაც ამაზეც თუ შეიძლება ერთი-ორი სიტყვის თქმა, რამდენად იყო ჩანაფიქრი თუ თვითონ პროცესში. ხო, ვის ეძღვნებოდა, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს კითხვა ალბათ არის აკრიტერიებთან, ტექსტთან. თორემ მუსიკა ვარინკამ დაწერა აგრეთის ხოლმე. ამიტომ ამაზე მე პასუხი მე არ შემიძლია. რაც კამერის მოძრაობას შეეხება, დოკუმენტური ფილმების სპეციფიკა ეგეთია, რომ როგორცაც მოიტანს ვითარება, ისე იღებს. ისე რომ მაგალითად ის კაცი რომ აერო დურბინი კოდავდა, ყურებოდა, თვითონ შემომივარდა კამერაში, რომ ფოკუსიც არის, მაგას მე ვიღებდი, ოპერატორი არის და ხო, მიშა უფრო ისეთ დაალაგებულ კადრებს იღებს ხოლმე, რა უფრო გააზრებულს და
იქ უბრალოდ მოსამზადებელ პერიოდში ჩავდიოდი და კამერა ყოველ შემთხვევაში მქონდა და მანქანისიდან ჩავხერხე და ეს შემოვარდა პირდაპირ. ეთყობა კიდეც ესე რომ მოდის და წიგნებზე რო აქვს გართულება, წიგნები ქონდა წიგნები. აჩვენე და წიგნები. და სხვადასხვა მე მქონდა შეგრძნება მაგ რაკურსებთან დაკავშირებით, რომ ესეთი რომ ჩამოვიძდები რაღაცა და ელაპარაკები. ეს ესეთი რაკურსია, რომ აი ახლობლური რაღაცა გეჭორავდა. ხო, ეგ იყო მიშა რომ მიღებდა ხათის კაცი რომ არის მოხუცენაც რომ მოდა ეკათხო. მიშა რომ მიღებდა, ну, ეკროს მეუსვამდი და მიშა სადაც მიმიწითებ და იქ ჩამოსწრებოდი ხოლმე რაღაცა ეს. უშუალო რაღაცა უშუალო იმის როგორიც იყო სინამდვილეში ეს კაცი რომ ყოფოდა მაინც აღარ ახსოვდა რაღაცა ძალიან ნერვი გადავიდა ეს კაცი უბრალოდ გერმანიაში პროობის ამბავსაც ყავდა და ყველაფერს ახლა კამერას არ ფიშავდით ხოლმე ახლა ეს დამღლებით შეყოდა აღარ ახსოვდა უკვე იმას კამერას ჩვეულებრივ საუბრობდით ამიტომ ითარებას როგორცაც ვიქნიდა ვითარება გარემოს ისე მიღებდი. ბევრი ფიქრი ამის პრობაზე არ მქონდა. კიდევ მაინტერესებს ფილმის ბოლოს თითქოს ეს დედანი მისი ნამღერი აღმოაჩინეთ და ორიგინალი ვერსია ესეც ცალკე არის ხელმისაწვდომი თუ მხოლოდ რაც რუსთავი ორის რეპორტაჟში გაიგარდა ის მონაკვეთი მოიპოვება და თუ გქონდეთ შესაძლებლობა რომ სიტყვაზე ეს გამოგეყენებინათ და რატომ არ გამოგეყენებინათ. იცით რა, ჩვენ ეს შევიძინეთ რუსთავი ორისგან ეს მონაკვეთი, სხვა არ ვიცი სად არის. კომპაქტის უნდა გამოსულიყო და არ ვიცი მე რა შეხვედრია. და არქივში არის, ეხლა რაც შეეხება იმ ნამღერს ვარიკასი, ხო ორიგინალს, ეს რასაკვირველი გასაწმენდია ხმა და ამ ცვილის ლილვაკების ხოთი დაზიანდება, დაიტოვება და რაღაცა და ამახინჯებს ხმასაც ცვლის, ხო და ზოგს გონია რომ კაცი მღერის, ასე რომ ინტონაცია, ტონები იშლება, სხვანაირად ჭრებს, ხო, ძალიან სხვანაირად. ინტერესია. და არსებობს ისეთი ჩანაწერი, რომელიც რაღაც მიახლოებული მაგაზია. ვარიკას ნამღერი? ხო და ალბათ არქივში იქნება. ვიცი რა, ეს რომ დავამთავრე, ჩვენ კიდევ იმდენ რამე ხდება საკეთებელი, აღარ მეუბრუნებია რაღაცა. შეიძლება კონსერვატორიაში, იმიტომ რომ ეს კონსერვატორიის პროექტი იყო. ხო, ხმების გაწმენდა. და რა კი ეს გააკეთეს, რა კი აღმოაჩინეს, იმ ხელა საქმე გაკეთდა. რომ ეს უკვე აღარაფერი არ იყო ამის გადატანა ციფრულ მატარებლებზე, ესე რომ იქნება ამოსიფრა. ხო ეს კიდე რაც ჟღერს ხო თქვა და ეს აქვს ანტი მეგრელიძის და ეს ვერსიები ხო სულ ხმებში სხვანაირად გაშლილი და ისინი თქვა და თავის ავტორობას იჩემებდნენ ზუსტად ამ არანჟირებების გამო. ცოტა სხვანაირია ის შეამჩნევთ ხო ეს ხმები სხვანაირი სხვა არანჟირებები აქვს და ეს მელოდია კი მაგრამ აი თქვა და ძალიან ესეთია ძალიან გაფუშფუშებული არანჟირებებია რა ხმებში რომ აი საქმე გააკეთეს რა ამაში იყო და ამღერა ჩვენ გულზე და ხმებში გაშალა ალბათ სხვანაირად და ის ჰარმონია ყოველთვის არ ხდება ალბათ ვარიკა ძალიან ისეავს არა ხო ჩვენ გულზე გამერებია და ხო პრინციპში იგივე რაც თქვა კომპოზიტორებში თან მოსული ამბავი მოგეხსენებათ არის ხო თქვა ფოლკლორული მოტივების აღება გამოყენება ჩვეულებრივ ამბავია და გადამუშავ პრინციპში ხო აი ესე მიწერეს ეგეც და უნდა გოგიები ხო თქვა თავი მაფიოზი იყო ძალიან გავლენიანი კაცი იყო და იქოს და ისონაც სიმღერაც იძლევა იცი ხმების დამატება ბალანსიანობის გაშლი რაღაც მიყვარს თვითონ სიმღერაც ისეთი გიდა არ გიდა ისეთი ერთის მხრივ კაცია ეს რომ ამას იწევს ხო რა და ხალხურობის განსაცდელს მაგრამ მეორე მხრივ აქ გვეგარგება ადამიანი რომელმაც შექმნა ეს და თან ახლა იმ დროს 27-29 წლებია რაც იბრძოდა ეს კაბინა მისი გარდაცვალების 6 წლის შემდეგაც ისე ამ გოგიელმა ხო აი რაც არის რომელმაც თვითონ მოაწერა შერი იმას რომ აღიარებულია ვარიკა წერეთელი ავტორი საერთოდ აღარ ახსენა ვარიკა რა თავისი გვარი დიდი ასოებით წერია რომ დამუშავება გოგიელის როგორ
დარი ვეღარ მოედავებოდა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ იმ წლებში ამ ხალხმა მართლა რკინის ქალონები ჩაისვა და იბრძოლა. ძალიან ეს რამდენი წელი დადიოდა ამ საქმეზე კულტურის სამინისტროში, რომ ედიადებდა. ხასავს უჭერდნენ ახლა მაგისი ნათესავი იყო, ვინც ყველაზე დიდი დახმარება გაუწია, შალვა დადიან. ხო, ეს მაგან გააკეთა კომისია და ყველაფერი. ამ ბრძოლამ რა ცოტა სხვა რაღაც გამახსენა, მაგრამ ის შეცდომა შენს დაუკითხავად და შენს უთქმელად, რომ შენ კიბები აწვევდეს ხო ტელევიზიაში. ხო, მე გამონაკლისი არ ვარ და მე მერე რომ გამოყენება ხდება ესე. ეს მუშაობს. ძალიან ბევრი ავტორის სიგნალება ხდება და ისე იყენებენ ხოლმე ნაწარმოებებს, ნაშრომებს, პუბლიკაციებს, რამდენიმე სიმღერას. ჩემ შემთხვევაში ის იყო ძალიან მტკივნეული, რომ ფილმები, რომლებშიც მსხვერპლები იყვნენ ასახული და ჩვენ ძალიან ვფრთხილდებით ხოლმე იმ ადამიანებს, ვიზედაც ფილმებს ვართ. განსაკუთრებით თუ მსხვერპლია ეს ადამიანი, ხო? აი ამათი გამოჩენა შეიძლებოდა. პირობით იყო, რომ ტელევიზიით არ ხო, არა, პირობა არ არის. ეს ადმინისტრაცია, მაგრამ ეთიკური თვითონ ამას არასოდეს არ ვაკეთებდი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გვეუბნებოდნენ, რომ გაასაჯაროებთ, აი მაგალითად ჩვენ გადავედით ერთი კითხვით არის, ხო, რომელიც გაუპატიურეს მოკლედ დევნიდე და ოჯახი. ეძებდნენ მოსაკლავად იმას კი არა, ვინც გაუპატიურა და ეძალა დამაეცეთ. ამ გოგოს ეძებდნენ, რომ მოეყვათ, იმიტომ რომ შეაცვლინა ეს გაფართოებული ოჯახი. ხო და ეს ისეთი გამწარებული იყო ამ თავის ოჯახსაც, ისეთი გამწარებული, რომ პირდაპირ მეუბნებოდა, რომ სხვაშორის მე გადავედა ეს მის შესაძლებლად, იმიტომ რომ მისამ სხვა რაღაცები გადაიღოთ, მაგრამ თვითონ ამასთან ინტერვიუ ხო და მე გადავედი, იმიტომ რომ ძალიან მოდიარ საკითხებია და ცოტა რომ ხალია ამა საერთოდ ეს ყველაფერი. მე მინდაო, რომ ჩემი სახეს გამოჩნდესო, ჩემი ხმაცო, მე მინდა რომ ეს შემხედო თვალებშიო, იმათმა ხო, მაგრამ ახლა ხონდა გაიაზრო, რომ ეს ხალი არის ეს გამწარებული, რომ ყველაფერზე წავსებდა, მაგრამ პასუხისმგებლობას ხო გზნობს, თორსა დააჩვენა ეს ადამიანი და რაც პირველი არაჯერეთი დავწერეთ შეძლების დაგვარად მისი სახე, მაგრამ მაინც უფრო ეს სემინარებზე, კონფერენციებზე რაღაცას გადაგებს ვაჩვენებდი და ტელევიზიით ეს არ გამიშიჭა. ისე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა როცა ისეთ საკითხებზე აკეთებ ფილმს, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ისედაც არიან საზოგადოების დიდი ნაწილისგან უარყოფილები და დაჩაგრულები და ემუქრებათ ხოლმე ხშირად ძალადობამაც, მინიმუმ გარიცხვა მაინც. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინო მათი მდგომარეობა. იმ დროს შეიძლება აფრიკულ მდგომარეობაში ის მზად იყოს, რომ გამომიდეს საერთოდ ადგეს ახავარო და აი ეს რა გამიკეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ რასაკვირველია, თუ რამე გესმის ამ საქმეში და ისე მუშაობ, უნდა გაითვალისწინო ეს მდგომარეობაც, კონტექსტიც, ადამიანების და პირველი ამცანად ჩვენთვის არის ისეთ მათ აქტივისტური და იდეოლოგიურია, რომ თავიდან ვთქვით, რომ ამაში არაფერი დასაძრეხი არ არის. არა, ეს მთელი პროგრამა არის ეგეთი, რომ არ არის. მაგრამ სანამ ეს ჩამოყალიბდებოდა, რა ჩვენ ეგრე ვმუშაობდით ყოველთვის, რომ არ გვეუბნო იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუშაობთ. შემდეგი რა იქნება ფილმის სტუდია? ვის თარგმნის? შემდეგი იქნება არჩევანი. ყველაფერი კარგად გამთავრდება მერე. მე და პეპლებზე გადავიღოთ რა, ჩიტებზე. ყვავილებზე. მიშას მაგალითად ერთი სული ქონდა, ყოველთვის რომ რამე ისეთი გადაგვეღო რა რამე რაც არ იქნებოდა. ხო. არა, რაღაცა უფრო ესთეტიკური და რაღაცა და ის მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ბოლომდე გამოყვა ამ საქმეში და მის გარეშე არ ვიცხა, და რაღაცას ვერ გავაკეთებდი მართლა რა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა არა მხოლოდ თანამოაზრეები ვთქვას, არამედ თანამშრომლები, რომლებიც შეერთებათ ირჯებიან იმ საქმეში, რასაც აკეთებთ.
დიახ, ისმის. რამე ან საოცრებო ფილმი ხო არა ვთქვი, რასაც გადაიღე, ან თუ გადაგიღიათ ის ფილმი, რომელიც რაღაც აი ამას რო რაღაც ჩვენი საოცრებო ფილმია და მინდა რომ ესეთი გადავიმართო ჟანრი. ისიც რა, რამდენიმე წელს შეიძლება რამდენიმე ფას ხამაზე და ეხლა თვითონ ოცნება სიტყვა სამუკვარი. ნუკვა. არა, საოცრებო ფილმია, საოცრებო არის ის, რომ ზოგადად შეიძლება ითქვას საოცრებო სურვილი, მაგრამ რომ ისეთ ვითარებაში ვიყოთ, როცა აღმოგვიხდება აი დაჩაგრუფებზე ფილმების გაკეთება და აი თვითონ დაიბადება მე ეს ბედნიერ ადამიანებზე გადაღება ფილმის გადასაღები იქნებოდა. ერთხელ იდეა მქონდა, ახალი შექმნები მქონდა ორგანიზაცია, რომ მოდი გავაკეთოთ პროექტი, რაღაც უბრალოდ კარგად ყოფნისთვის მოსი რა, ამისთვის ფული არ უნდა მოხდა და რაღაცა გეგმავთ. იმას ჭირდებოდა ცოტა მაინც ფული. ისე ვერ გამახორციელა, ამიტომ ოცნებებსა და სურვილებში ჯერჯერობით მოხუჭი აქვს. მეც ამ თემას გავუძლებთ. ან მეგონი იგვემინდოდა მეკითხა რაც ეკა მოხდა ეკითხა, მაგრამ თან კომენტარი უნდა გავაკეთო იმაზე, რომ ლია შენ თქვი დასაწყისში, რომ ეს კინოში გადახვედი თარგმნილობიდან რაღაც ეს არჩევანი იყო ჩემი, რომ ახალშემოსული მედიუმი ამ მედიუმში მეცადა ერთი ყოველთვის მინდა და არ მომეცეს საშუალება, რომ აი ეს შენ კინოენა ესთეტიკა მდგომა გადაღების ხდები იმისა, რომ შეგვეჭერებს ამ თანამედროვე მედიუმს არის არა მეინსტრიმული რა, ну, იქნება ეს კინო თუ იქნება ტელევიზია რა, როგორ გამოსახულებას იყენებს, ან როგორ მდგომას აქვს დისპოზიციასთან თუ რას პერსონაჟთან, ხო? და ეხლა თქვი რომ შეიძლება არ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მაინც მინდოდა მეკითხა თუ გაქვს ხოლმე რაღაცას განსაზღვრულად როგორ ყოველთვის ეს არაცნობიერი პროცესია, ეს მაინტერესებდა. და კითხვის ფორმით რაც მინდოდა მეკითხა, აი ეხლა როცა ეს მედიუმი კიდევ უფრო ესეთი ხდება, ამ ყოველთვის მომწვევ და უკვე ყველას ხელშია ხო, ტელეფონი და შეიძლება ძალიან ხისიერი გახდა კინოს გადაღების შესაძლებლობა. ეხლა თუ იცვლებათ პრემიერი დამოკიდებულება ამ და თუ ვფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება ისევე როგორც რაღაცებით რომ შეიძლება თამობაზე ვიყავი, იმიტომ რომ რაღაც უფრო ახალი გამოჩნდა, შეიძლება რაღაც ასევე სხვა გამოჩნდეს სხვა მედიუმი, ან შეიძლება ისე კარგი დავწერო ეს რაიჩევა მომდევნო ლექსიკურ კინო, მეც მაგარი რომ გითხრათ არ ვიცი, აი ჯერ ხომ ვერაფერს ვერ გეგმავ, თვითონ ვერ დაგეგმავ, საღამოს რა უნდა გააკეთო. როგორი ვითარება მოხდება საბოლოოდ ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და თვითონ ამ მიდგომებს რაც შეეხება რესპონდენტებთან და ძალიან შეუძლია ისინი თვითონ განაპირობებენ ხოლმე იმას როგორი ესთეტიკით თუ მიდგომით გადაიღოთ. ფორმატები ხო რა შემდგომია ციფრულ ეპოქაში ძალიან აჯობია და ძალიან ყველას შეუძლია ფილმის გადაღებაც და ყველაფერი და ისე არის გაზეთგივი ეს ივერსივცე ამ ვიდეოებით, რომ მეტიკორზე არაფერს არ ამაყობ და ამაში დასაკვირველია, ამას კონკურენციას ვერ გაუწევს ესეთი ხრობითი ფილმები. ხო, პოპულარობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის რაღაცა ესეთია რა, როგორ გითხრა, ჩიფსები ვითარდება რაღაც ესე გააკნაწულეს და სამაგეროდ არც არაფერი არ რჩება ძირითადად, ხო იქიდან და ამ ფილმებს წინ უძღვის, აი მაგალითად ერთი ფილმი გვაქვს უჩინარნი ეს გადავედეთ აზერბაიჯანულ სოფლებში 2001, 2002-2003 წლის იანვარში დავაწყობდი. წელიწად ნახევარი მხოლოდ ვიდგებდით ამ ვითარებას, ვიდრე გადავედებდით ფილმს. რომ ესე ზედაპირულად არ ვაკეთებთ ამას, არ ჩანს შეიძლება ფილმში, მაგრამ ამას წინ უძღვის დიდი სამუშაო და ამას ესე ჩიფსებით ვერ გავაკეთებთ. თუ ამას არ ექნება ფაქტს, ვერ იქნება კონკურენტული TikTok-ი
შეუფასებელი და ხშირად დაფასებული იმ აუდიტორიაში, სადაც ვაჩვენებთ ხოლმე და სადაც მართლა მუშაობს და ისეთი შემთხვევები ჰქონია, რომ აი პირდაპირ ადგილზე რომ შეუცვლიათ დამოკიდებულება ადამიანებს. რესურსი, აი ძალიან მნიშვნელოვანია მართლა, როცა აი ცუდი სიტყვა ეს რესურსი, მაგრამ კაი საშუალებებს გაძლევს და აი რაღაც ბევრად უფრო ადგილია, ვთქვათ მე რაღაც ლექციებიც მქონია რაღაც ამაზე, ქალებზე ხელოვნებაში, ხო ზოგადად, ხო? და ვთქვათ ძალიან ადვილია მე აჩვენო ეს ფილმი და რაც შენ ვილაპარაკე საათნახევარი ეგრევე გასაგებია და ქალების დავიწყებაზე, იგნორირებაზე, ხო აი შენი ვთქვათ ისეთი კარგი ძალგვიანი მასალაა და ესეთი ფილმები და სხვა ფილმებიც ხო რომ ეს ახსენებ მათ შორის, ხო? უცებ ძალიან კარგად და თან მე სხვა შორის ეს ანალოგია რომ სოფოსოფოსიალური და რაღაცა იმ განმანათლებელი ქალები ვით არის მართლა რომ მიხონდათ კონკრეტულად ინგლეხის ბავშვებთან ის განათლება და აგიტაციების ვთქვათ აი საგანმანათლებლო აქტივობა ხო ის იმ პერიოდის და ამ პერიოდისაც გავს ერთმანეთს ძალიან კარგი მასალაა ხო ვთქვათ აი თავისი ადგილი იმის თქმა მინდა რომ ასე ვთქვათ აი კონკრეტულად როგორც ეს ფილმი ხო კვლევითი ფილმი კვლევა ფილმი ძიება რაღაცის მასალას ხო ეს რისერჩია ხო აი ძალიან კარგი მასალაა და ძალიან კარგად ვიჭირავს ხოლმე და კარგად ვიყენებთ ხოლმე ძირითადად. კარგი არგუმენტია რომ მიახმო აი ნიკიტა ბოქრა ეთაგილიკავ და წაწუყურე და იგებენ. როგორც წესი გულზე ხდება ხოლმე. ამიტომ თემებს ფილმებს რაც შეეხება ეს აუდიტორიაში ძალიან დიდ საქმეს აუდიტორიას დისკუსიებისთვის და ამ დისკუსიების შედეგად ძალიან ბევრი რამე იკვეთება. მაგალითად ერთ-ერთი უმცირესობის სექსუალური უმცირესობის ძალა როგორც უწოდება ხოლმე რა წარმოადგენელმა ერთ-ერთ შეხვედრაზე დასავლეთ საქართველოში კამინგ-აუთი გააკეთა პირდაპირ. იმიტომ რომ ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, ერთი 3 საათი მიდიოდა მსჯელობა. ვიღაცები პროვოცირდნენ და ძალიან აგრესიულად განიცდდნენ. მე რომ ჩაერთვნა დისკუსიაში და რაღაცა დინჯად პროვოცირე თავს არ ესხმე ხო? დინჯად პროვოცირე რაღაცას. მე მითხრა რაღაცა მე არ ვიცი ახლა იმას საბოლოოდ შეიცვალა თუ არა. შეხედულება ძალიან ძნელია მოგეცემათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსმენა შეუძლია რაღაცების და გააგება და ერთი ბიჭი იყო და წამოდგა აუდიტორიაში და აი ყველაზე აგრესიული ვიცი იყო იმ ხალხს უთხრა. აი მე ვარო გეი. და რა ვარ ხო? ეს კაცო ჩემზე ვახარებ ხო? ამ კალა ტილი გაიწო. აი მე კაშენი ყავი და ამშვიდობდი მე. ის ასვიცილდა. ასეთი ამბავი. ის ხალი გამოსდა დასამშვიდებელი. არა, არ მინდა მიკროფონი, მე და ამ დამშვიდობების ისტორია მინდა ისე ციგნებთან და ხოლმეთან წინა საუკუნეში კი. ცოტა ხმამაღლებში. ხო, და პოლანდის და არის. პოლანდის ჩათულია ცოტა ხმამაღლებში. პოლანდის პოლანის პოეზიაზე როცა საუბრობთ, როგორც ძიმე პოზიცია, ძიმე პოეზია. შავი და მძიმე. ხო, შავი და მძიმე ცოტა ისეთი რაღაცა რა, ისეთი ჩაფარები. სულ ახსენება კი არა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, ვთქვათ ესეთი ტიპის ავტორების ბიოგრაფიაც ძალიან უცნაურად ეხმიანება ხოლმე მათ პოეზიას. ნაკლებად პოეზიაში მაინც ნაკლებად მგონია, რომ ასე ვთქვათ, წყალებში თუ ადამიანები ავტორს ძალიან გამჭვირვალედ ხედავ ხოლმე. აი მხოლოდ ბიოგრაფია რაღაცნაირად იკითხება. სულ მიკვირდა ხოლმე, არასოდეს მიკითხავს შენთვის. მე პრინციპში როგორც მთარგმნელი ისე გაგიცა. ყველას თავისი ხო ეგაც იყო ხო რაღაცნაირად ვერ ვახამებდი რაც არ უნდა მედიუმი უწოდო საკუთარ თავს ადამიანს როცა თან ვიღაცის
პოეზიას. ესეც ამბობენ სულიკვირდა რომ აი ხალისიანი ადამიანი ხო აი მაინც და მაინც მხოლოდ სირთულე იყო ამის მე მგონი ეს არაფერს თავიდან სამოთხის ამბავი მოყევი რომ ჩემი გამოწვევა არ არის თული აბა ხა ერთი ლექსი სხვა არის როცა როგორც ეგ აღვივებს ირჩევა ხო სხვა და აი როგორია ადამიანის მედიუმობა როცა ესე ჩემთვის რადიკალურად განსხვავებული ხართ ერთმანეთისგან ისგან რასაც მოდი დავიწყოთ თვითონ რომ მაინც რა გახარია საერთოდ გამომივიდა დავიწყოთ ბოდიში არა მე საბოდიში ვარ გვაქვს ბიოგრაფიას რაც შეხედა მამას კავკასიელი კატერინა ეს იყო დაუნის სინდრომის გოგონა და მოკლედ ძალიან განიცდიდა ძალიან ზნობიერი იყო ამ საკითხის გამო საერთოდ ძალიან ზნობიერი იყო სოციალური და პოლიტიკური საკითხების მიმართ. ყველაფერს მიმართ ზნობიერი იყო ეს კაცი. ძალიან ზნობიერი როცა ხარ აი ობსკურას ამბობდი და ამის პოეზიასთან დაკავშირებით. არ შეიძლება რომ ბნელ მხარეს არ ხედავდე. მეორე მხრივ ასე ძალიან ბნელი რო არის თითქოს ამას მეორე მხარე აქვს ხო? აი ყოველთვის არის რაღაცა ნათელი იმაში აი მაგალითად დავიცი რომელი იგივე ის რომ დავიწყოთ პლატონის კითხვები ხო? აი რაღაც არის ყოველთვის ხოლმე ირონია, იუმორი, რაღაცა სინათლე ყოველთვის გამორჩევის ხოლმე და მე ამას ძალიან ხშირად განსაკუთრებით გამახამლებთან რომ ხო იგი არის ჩანს ძალიან კარგად ჰამლეტის პირთობით ნათქვამი ძალიან ისე ზოგჯერ აგდებული იუმორისტული ზოგჯერ აი შემზარავი ხუმრობები მაგრამ აი ამბობს რა მოკლედ ეს ადამიანი როდესაც ესეთი ხო ესეთი მარტივი არ არის და იცი რაღაცნაირად ეთყობა მე რაც არ გამომივლენია აი ესენი დავინახე და აი წამკითხე თორე ჩემი გახდა რა ეს საუბარი ხო დავიცი რა ზოგჯერ ეგრე ხდება ხო სიყვარული ხო იცი ხო ეს პარაფრაზი აი ნამედნობის შეხვედრა აი ეს კარგი მაგრამ გადაწყობდი აი გავხარ ხო და ეხლა ვისაც ფილმი ვნახეთ, ვისაც არ გქონდა წიგნი ვისაც არ აქვს, თუ აგერაც ხდება და შეგიძლიათ ავტოგრაფებმა დაგიტოვოთ ხურცელზე და შეგიძლიათ წიგნსაც გაეცნოთ. არინანით მე მგონი უკვე გასაგებია რომ არიან. კითხვები კიდევ თუ არის? და მე თქვა უბრალოდ რომ გარდა იმისა რომ აღმოჩენილება ბევრ ადამიანს მეც მათ შორის შენ ფილმიდან გავიგებ არგაზარის შესახებ. შემდეგ აღმოჩენილი ჰოლანი და აბსოლუტურად მოხიბლული ვარ ამ ავტორით. და თან მე როცა დაგიცანი როგორც აქტივისტი და საკუთარ თავიც მე აღმოჩენილი როგორც მთარგმნელი და ეს რაღაცა სამმაგი აღმოჩენაა ჩემთვის რა და ძალიან მიხარია ეს რაღაცა აი ამ დიქოტომიას რომ რაღაცა ამთლიანებს ეს კონტექსტი აი ამ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თუ აქტივიზმს და პოეზიას და რაღაც შეიძლება ცოტა ესეთი კითხვა მაგრამ რამდენი ხანია გვინდა აი ამ წიგნის პრეზენტაცია და არასდროს არ იყო პოეზიის დრო და აი მინდა რომ ცოტა პოლიტიკურიც არის ეს კითხვა არის თუ არა პოეზიის დრო როცა არის კრიზისი და მე როცა კითხულობდი ხოლმე სულ იმას ვფიქრობდი ყველა ფრაზაზე როგორი აქტუალურია დღეს ეს იმიტომ რომ ბავშვებს ეხებოდა ეს თუ სიყვარულს თუ დედას აი ყველაფერი ყოველთვის რაღაცა ისეთია აქტუალურია და უბრალოდ იმის თქმა რომ მიუხედავად იმისა რომ სულ გადავდეთ პოეზია ხო პოეზიის დრო ვერ გამოვნახეთ იმიტომ რომ
უკრაინის ომი იყო, შემდეგ პანდემია, ეხლაც კრიზისში ვართ, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ეს სივრცე ყოველთვის არსებობდეს პოეზიისთვის რა. მოქმედებაშიც, ფიქრშიც და აი რასაც აქტივიზმს ვეძახით იმაშიც, რომ არ გამოიფიდოს. და ყოველთვის ფორმა სავსე იყოს შინაარსით. აი ჩემთვის ეს მნიშვნელობს, რომ თუნდაც ის აქტივიზმი ან ის ფილმი არ დაიყვანებოდეს მხოლოდ ფორმაზე და ყოველთვის სუნთქავდეს და სავსე იყოს შინაარსით. და არაფერი ამის თქმა მინდოდა. ხოთშორის ჩავეყვეხეთ მაინც ბრეხტის ეს ცნობილი ის არა ცუდი დრო პოეზიისათვის ხო და რაც ახსენე ბრეხტი არის ზუსტად ეგეთი პოეტი თვითონ პოეტი აქტივისტი მოაზროვნე არის მოღვაწე შემოქმედი რომელშიც თქვა იდეალურად არის დაბალანსებული ეს ყველაფერი და აბაგაბედოს ფიქრობ თქვა ბრეხტზე რომ ნაკურია იმით რომ თქვა აქტივისტურია არა ძალიან სახალხოა და ძალიან კარგიც არის. მე მაინც მგონია რომ ადამიანი არის როგორც არის და მე ის გამოვლინებები ისეთია ყველაფერში როგორც თვითონ გაჩენ სულეთია რასაკეთებს და მე არასოდეს ჯეროდა იმის ვაის დიდი პოეტია მაგრამ აი მაგასაც არ კარგი არ გამოსახელებ მაგრამ არ მეყარს ადამიანები რომ მიიჩნევიან მარიან ძალიან დიდი შემოქმედები მაგრამ ცუდი ადამიანები. შემიძლია რა ადამიანი მოკლედ ვთქვათ რა ჯონ კიტსაც მაგას ყველაფერს მიბედმოედებს მოვითაერთებდა თარგმნები ყველაფერს სამახოლა შევხვდები. მაგრამ ის ამბობს რომ რაში ჭირდება შენი სათიბი და ლოცვა რა. მას ჭირდება თუმცა მოძმულება უმეტეს წამს იმას ჭირდება რომ შენ მეორე ადამიანისთვის იყო ადამიანი. თუ შენ სხვა ადამიანებისადმი არ აგავს ადამიანების დამოკიდებულება არ მაინტერესებს შენი შემოქმედება აქ შენი აქტივიზმი. ისეთი ახლა ცუდია აქტივისტებზე ცუდი რამე სხვა მაგრამ შეხედაში განაგებოზე ბარანი არა ისეთების ვიცი ვეცადე პარიზებულად აქვს დამოკიდებულება ადამიანური მაგრამ თქვათ არის განმოწყვეტი შეიძლება რეალობაში პრაქტიკაში თვითონ არასაკმარის. ამიტომ რა ვიცი რას ფორმას შეეხება ფორმასაც აქვს შინაარსი თვითონ საკუთრივ ფორმასაც ისე რომ ზოგიერთ ფორმას გეყვეს რაღაცას ეგრე არ არის თქვათ მარტივად საქმე და რა ვიცი მართალები გითხრათ მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ როგორც მეცხოვრებდა ისე ცხოვრობდა. როცა მეთარგმნებოდა თარგმნები, როცა მეწერებოდა წერები და როცა მიდიოდა რაღაც არის გამიკეთებინა სხვა საკითხები, საკითხები და რისი საშუალებაც იქნება ეხლა საშუალებებს რაც შეეხება ხო რესურსებზე ლაპარაკობდი და რესურსები ყოველთვის ჰქონდა ძალიან ძლიერი. როცა ჩვენ ფილმებს ვიღებდით თითო 45-იანი კასეტა ღირდა $40 და განახშირა ციფრული ფილმი. და წარმოიდგინეთ რამდენიც გინდა გადაიღოთ ციფრულს და რასაც არ გინდა გამოიყენოთ. ჩვენ იმდენი მასალიდან არ გამოიყენებია რამდენი ფულია მას დახარჯული. რაც შეეხება რესურსებს ჩვენ არ გვქონდა. ძალიან ხშირად ჩვენ თვითონ ვარგავებთ. რესურსებსაც მნიშვნელობა. თავისი ის თქმა მინდა რომ მომავალში რაც გავაკეთებ არ ვიცი ეს დამოკიდებული იქნება დიდწილად საერთო ვითარებაზე საკუთრივ ჩვენს მდგომარეობაზე ინდივიდუალურად და მცირე რესურსებზე. აქედან ყველაზე ნაკლები რესურსებზე არის აუცილებელი. რესურსებზე და მატერიალურ მხარეზე ხა მივედექით ისეთი გამაღიზიანებელი არ მატერიალური გვერდით ოთახია რესურსები გველო მაგალითად მასპინძელი მიარავარ მაგრამ შემიძლია იქაც განვახცე არაფორმალურ გარემოში როგორც ითქვა ეს საბჭოთა დახვა ადამიანს უწევს.